დღეს ქონების გადასახადის დეკლარირების ბოლოვადაა და იმის გამო, რომ საგადასახადო ადმინისტრების სისტემამ გამართულად ვერ გაართვა თავი მუშაობას და ვერ ფუნქციონირებს შესაბამისად, ამან გამოიწვია ხალხში გაურკვევლობა და უამრავმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით დამისვა მე პირადად კითხვა და ყველაფერი ფაქტობრივად მოიცვა ამ საკითხზე მსჯელობამ და რამდენიმე სიტყვით მინდა რომ მეც გითხრათ ჩემი მოსაზრება. პირველ რიგში მინდა რომ დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც იმის გამო, რომ შემოსავლების სამსახური ვერ ართმევს თავის საქმეს თავს, ამის გამო უნდა იყოთ თქვენ მშვიდად, ერთის მხრივ, იმდენად რამდენადაც ქონების გადასახადი თავისი არსით არის სიმდიდრის გადასახადი და ეკისრება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიდძალი ქონება. თუ კი თქვენ ამ კატეგორიაში არ ექცევით, მით უფრო არ გაქვთ ბევრი სანერვიულო, იმიტომ რომ საგადასახადო ადმინისტრებაში არსებობს დაუწერელი პრინციპი, რომ გადასახადის ამოღება არ უნდა იყოს იმაზე ხარჯიანი, ვიდრე თავად ეს გადასახადი შეიძლება იყოს სიკეთის მომტანი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. თუ კი თქვენ ძალიან დიდარი არ ხართ, მაშინ უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ სანერვიულო არ არის, თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ საგადასახადო ორგანომ მოახდინოს თქვენი შემოწმება და დაადგინოს დარღვევა, მათ შორის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის. ამ შემთხვევაში თუ კი 2 თვით გადაცდა დეკლარირების სხვა და 5%-ით ხდება თქვენი სანქცირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაგაჩნიათ შესაბამისი ქონება, ხოლო თუ უფრო მეტი ხნის განმავლობაში გადაცდა დეკლარირების წარდგენის ვალდებულება, ხდება მხოლოდ და მხოლოდ 10%-ის ოდენობით იმ ქონების გადასახადისა, რომელიც თქვენ დაგეკისრებოდათ ჩვეულებრივ დეკლარაცია რომ წარგედგინათ. შესაბამისად, ამ პირობებში ქონების გადასახადის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა ნამდვილად არ გეკისრებათ მოქალაქეებს და სწორად ინფორმაციის მიწოდება არის საგადასახადო ორგანოს პირველი რიგის ამოცანა. ეს იმისთვის, რომ შვიდად ვიყოთ. მეორე მხრივ, ვიტყვი იმას, რომ ქონების გადასახადი დაეკისრება ადამიანს, რომელსაც 40,000 ლარი ან მეტი აქვს შემოსავალი მხოლოდ ინდივიდუალურად ან ოჯახის წევრებთან ერთად, ვისთანაც ის ცხოვრობს და ამ თანხაში ითვლება დარიცხული შემოსავალი, ანუ ის, რასაც პირი, მაგალითად, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე იღებს ხელფას სრული ოდენობით და არა მხოლოდ იმას, რაც ხელზე არის მისი ასაღები. დაანგარიშება ხდება ქონების განაკვეთისა იმ ქონებიდან, რაც გააჩნიათ კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელებს და ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონება, ავტომანქანა ან სხვა ქონება. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ თქვენ დეკლარაციის წარსადგენად აუცილებლად უნდა იყოთ გააქტიურებული საგადასახადო ორგანოს, ანუ შემოსავლების სამსახურის RSG-ის საიტზე, რომელიც იმ პირობებში, როდესაც თქვენ შეიყვანთ თქვენს უძრავ ქონებას დაკავშირებულ სრულფასოვან ინფორმაციას, თავადვე გამოთვლის გადასახადის განაკვეთს და შესაბამისად საგადასახადო პირს თვითონ მოგაზრდით თუ რამდენი არის კონკრეტული გადასახადი, ის რაც თქვენ გეკისრებათ სახელმწიფოს წინაშე. თუმცა აქ მნიშვნელოვანია კიდე რამდენიმე გარემოება. პირველი არის ის, რომ ეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს, რომ 40,000 ლარზე ზევით შემოსავალი იბეგრება ქონების გადასახადით, ბუნებრივი არის გაუმართლებელი და არის მოძველებული, რის გამოც აუცილებლად ის უნდა გადაიხედოს. სხვა შემთხვევაში ეს ტვირთი აწვება არა რეალურად მდიდარ ადამიანებს, რომელიც უნდა ეკისრებოდეს მდიდარ
შეძლებულ ფენას საზოგადოებისა, არამედ პრაქტიკულად ყველას და აქედან გამომდინარე, მათ შორის საგადასახადო ადმინისტრების თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ გადასახადი იყოს სწორი მიზნებით გამოყენებული და რეალურად ის რაც არის ქონების გადასახადი, ანუ მეორნაირად მას სიმდიდრის გადასახადად ეძახიან, რომ იყოს რეალურად შეძლებული ადამიანების, ანუ მდიდრების გადასახადი და არა ყველასი განურჩევლად მისი ქონებრივი მდგომარეობისა. გარდა ამისა, ქონების გადასახადით იბეგრება ასევე ადამიანები, რომლებიც 100,000 ლარს ზევით მიიღებენ შემოსავალს წინა წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე პრინციპით მოქმედებს, უბრალოდ განაკვეთი საგადასახადო ტვირთი არის გაზრდილი და აქაც მნიშვნელოვანია, რომ დროთა განმავლობაში ეს მოჭრილი თანხა, რაც საგადასახადო კოდექსში არის მითითებული, უნდა გადაიხედოს. საბოლოო ჯამში კი მინდა კიდევ ერთხელ დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ის გადასახადი, რომელიც დღეს დეკლარირების ბოლო ვადას ითვლის, რეალურად თუ თქვენ მდიდარი არ ახართ, პრაქტიკული თვალსაზრისით შეიძლება რომ არც შეგეხოთ, რამდენადაც საგადასახადო ადმინისტრების ჭრილში თქვენი შემოწმება და ჯარიმის დაკისრება იქნება უფრო ხარჯიანი სახელმწიფოსთვის, ვიდრე ის გადასახადი და ამონაგები, რომელიც თქვენ შეიძლება გადაუხადოთ სახელმწიფოს საგადასახადო ვალდებულების ფარგლებში, ამიტომ შეგვიძლიათ რომ ამ თვალსაზრისით მშვიდად იყოთ. მადლობა და ვისურვებთ სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს.